ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1991 წლის 12 თებერვალია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. ცენტრალური ტელევიზიით დამთავრდა მრავალსერიანი დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმის „ამირის ჩვენება“ ლეონიდ ილიას ზებრეჟნევის მოგონებათა ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ეს ფილმი გაგრძელებაა სატელევიზიო ფილმებისა მცირე მიწა და აღორძინება, რომლებიც მილიონობით საბჭოთა ტელემაყურებელმა ნახა. დოკუმენტური მასალის საფუძველზე შექმნილ ფილმში ამირი გადმოცემულია ხალხის უდიდესი შრომითი გმირობა ამირი და ნასვენი მიწების ათვისების პერიოდში. იმ წლებში ამხანაგ ლეონიდ ილიას ზებრეჟნევი ხელმძღვანელობდა ყაზახეთის პარტიულ ორგანიზაციას. სწორედ მის მოღვაწეობაზე მოგვითხრობენ ეკრანიდან მისი წიგნის გმირები ამირის დამპყრობნი. ფილმი გადაღებულია ყაზახ ტელეფილმის სტუდიაში. თბილქალაქ პროექტის არქიტექტორთა ჯგუფმა წარმოადგინა თბილისის ახალი რაიონის მუხიანის აშენების პროექტი. მიკრორაიონი გაშენდება ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გუდანსა და თბილისის ელმოვლმშენებელი ქარხნის დასახლებას შორის. აქ 100 ჰექტარ ფართობზე აშენდება 5 ახალი მიკრორაიონი და ახალ მოსახლეობას იზეიმებს 50,000-მდე თბილისელი. საცხოვრებელი სახლების გარდა აქ აშენდება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამკურნალო, სავაჭრო გასართობი დაწესებულებები. მუხიანის მშენებლობა დაიწყება წელს და 5 წლების ბოლომდე გასტანს. თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმის ნახევარი საუკუნის იუბილეს მიეძღვნა საზეიმო საღამო, რომელზეც მოვიდნენ ამ ტექნიკუმის კურსდამთავრებულთა ყველა თაობის წარმომადგენლები. პარტიული, საბჭოთა, პროფკავშირული და კომკავშირული მუშაკები, შრომის ვეტერანები. აქ მოსწავლე ჭაბუკები და ქალიშვილები. საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი დაჯილდოვდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. სასწავლებლის მასწავლებელთა და მუშაკთა ჯგუფს მიეკუთვნა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის და საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარის წოდება. საზეიმო კრებას დაესწრო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციული განყოფილების თავმჯდომარე ამხანაგი ნუგზარ საჯაია. უეფას შტაბ-ბინაში გამართულ ევროპის საკლუბო თასების კენჭისყრის შედეგად მოსკოვის სპარტაკის მოწინააღმდეგე ჩემპიონთა თასზე იქნება ესპანური კლუბი რეალი მადრიდიდან. ხოლო თბილისის დინამოელები, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, მეოთხედფინალში შეხვდებიან ინგლისის კლუბ West Ham United-ს ლონდონიდან. მატჩები გაიმართება 4-18 მარტს. თბილისის დინამო თავის პირველ მატჩს გამართავს სტუმრად, ხოლო მოსკოვის სპარტაკი შინ. გადმოიცემოდა 1991 წლის 12 თებერვლის უკანასკნელი ცნობები.